ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის განსხვავება ერთმანეთისგან არც თუ ისე რთულია და ახლა აგისნით რაშია საქმე. პირველ რიგში მათი განსხვავება მდგომარეობს მიღებულ განათლებაში. ფსიქოლოგის შემთხვევაში ეს არის უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტი, სადაც კონკრეტული სპეციალისტი იღებს ფსიქოლოგის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ მეცნიერულ ხარისხს. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელობის უნივერსიტეტი, ან რომელიმე სხვა სასწავლებელი, სადაც სპეციალისტი იღებს ამ ხარისხს. ფსიქოთერაპევტი კი, როგორც წესი, არის ფსიქოლოგის მომდევნო ეტაპი, შეიძლება ითქვას დამატებითი კვალიფიკაცია, რომელსაც სპეციალისტი იღებს კიდევ დამატებითი სასწავლო წლების გავლის შემდეგ, რაც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ნიშნავს, რომ ფსიქოთერაპევტს აქვს შეგროვებული საკმარისი რაოდენობის საათები, რასაც ჩვენ ვეძახით სესიებს და ფსიქოთერაპიებს, და რომელიმე ორგანიზაციის მიერ მოხდა მისი როგორც ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის აღიარება. თუ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგს და მასთან დაკავშირებულ სპეციალობებს, როგორიცაა ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი, შეიძლება ერთი ქუდის ქვეშ მოვაქციოთ, ფსიქიატრი არის მაინც სხვა დარგი და კრიტიკული მნიშვნელობა არის იმაში, რომ ფსიქიატრი არის ექიმი. მას აქვს მიღებული სამედიცინო განათლება. საქართველოს შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც იცით და ამას აქვს მნიშვნელოვანი განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ექიმს აქვს უფლება გამოგიწეროთ თქვენ რამე წამალი ან დანიშნულება მოგცეთ მედიკამენტოზური. რომელიმე ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, არ აქვს უფლება გამოგიწეროთ თქვენ წამლები და ეს არის კანონდარღვევა. ეს არის კარდინალური განსხვავება. თუმცა მე მჯერა, რომ მათ განათლებაზე საუბარი მაინც არ გინდათ და უფრო გაინტერესებთ მუშაობის სპეციფიკის თვალსაზრისით, რა განსხვავება არის ამ სპეციალობებს შორის. ამასაც აგიხსნით. ფსიქოლოგი შეიძლება მუშაობდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში, ან თავისი პრაქტიკაც ჰქონდეს დაწყებული ტრენინგებიდან, დამთავრებული სესიებით და ფართო საკითხზე მუშაობს, რაც ადამიანის ქცევას, ემოციებს და ფიქრებს შეეხება. თუმცა არის საკითხები, როდესაც მხოლოდ ფსიქოლოგის განათლება, მისი კვალიფიკაცია აღარ არის საკმარისი. ამიტომაც საჭიროა, რომ ამ სპეციალისტს ჰქონდეს უფრო ვიწრო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარებიც, რომ გადალახოს გარკვეული სახის პრობლემები. ეს შეიძლება იყოს აშლილობები, დამოკიდებულებები ნივთიერებაზე, ან ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სპეციფიკურობა. ასეთ შემთხვევაში სჯობს, რომ მივმართოთ ფსიქოთერაპევტს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფსიქოლოგია როგორც ერთგვარი ბირთვი, რომელსაც ზემოდან დავაშენებთ დამატებით უნარებს. და სწორედ ამ გარეთარკალში შედიან ფსიქოთერაპევტები და ის უცნაური ტერმინები, როგორიცაა გეშტალტი, CBT, ფსიქოანალიზი და ასე შემდეგ. თუმცა ნუ დაგაბნევთ ეს ტერმინები, რადგან რეალურად ეს არის იმ ორგანიზაციათა დასახელებები, რომლებიც ამზადებენ სპეციალებს თავიანთი მომავალი პრაქტიკისთვის. და არსებობს კონკრეტული სიაც, რომელშიც ჩაწერილია ყველა ის გადამოწმებული, ნდობამოპოვებული ორგანიზაციები, რომლებიც აღიარებული არიან ევროპული ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ. ამ სიას ჩაგიგდებთ კომენტარებში, შეგიძლიათ იხილოთ თუ გაინტერესებთ. ხოლო ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ სიტყვიერი მოფერება არ არის საკმარისი და საჭიროა კიდევ სხვა სპეციალისტების ჩართვა, ამის შესახებ, როგორც წესი, თავად სპეციალისტის გეოვნებათ, ფსიქოლოგი იქნება ეს ფსიქოთერაპევტი, ან შეიძლება ვინმე სხვაც. და გადამისამართება შეიძლება მოხდეს როგორც ენდოკრინოლოგთან, ისევე ნუტრიციოლოგთან ან ფსიქიატრთან, რომელიც ისეთივე ექიმია, როგორც ნებისმიერი სხვა. ამ შემთხვევაში ფსიქიატრი შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას და თუ აღმოჩნდა პათოლოგია, რომელიც შეიძლება არც აღმოჩნდეს, მაგრამ თუ რაღაცა დადასტურდა ან ეჭვები შეიტანა ექიმმა, მაშინ შეიძლება დაგინიშნოთ კონკრეტულად ფსიქოტროპული მედიკამენტები. ეს შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, სტიმულატორები, ნეიროლეპტიკები, ან რომელიმე სხვა. მე მჯერა, რომ ჩემი მაყურებელი და მსმენელი ძალიან საღად მოაზროვნე ხალხია და მას არ სჭირდებათ ახსნა, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე წამლის მიღება ან მოხსნა ძალიან ცუდი აზრია.
გარდა ამისა, მინდა დავამსხვრევ ერთი მითი, რომელიც შეიძლება გაგიჩნდათ ამ ვიდეოს ყურების დროს. კონკრეტულად იმის შესახებ კი, რომ არ გვინდეს ფსიქოლოგები პირდაპირ ფსიქოთერაპევტს მივაკითხოთ, იმიტომ რომ ისინი უფრო გამოცდილი მცოდნე ტიპები არიან. ერთის მხრივ ასეთი მსჯელობა ლოგიკურად ჟღერს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფსიქოთერაპევტის მომსახურება შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ხოლო თუ არ არის ამის საჭიროება, შეიძლება მიაკითხოთ ფსიქოლოგსაც. იმ შემთხვევაში, თუ მაინც და მაინც სხვა სპეციალისტი გჭირდებათ, ამის შესახებას თქვენ გეტყვით ფსიქოლოგით და შეიძლება კონკრეტული კონტაქტიც მოგცეთ და რეკომენდაციაც გაუწიოს ვიღაცა კონკრეტულ პირს, რაც ისევ და ისევ თქვენთვის უკეთესი არის. გარდა ამისა, მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ და ზარსს დააწყაპუნოთ, რადგან ეს ეხმარება ამ არხის განვითარებას. ასევე ვიდეოს აღწერაში ქვემოთ მე დავტოვებ ლინკს, სადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ მოლოდინის სიაში და როგორც კი რაიმე ღონისძიება, ან ტრენინგი, ან აქტივობა იქნება, პირველები გაიგებთ ამის შესახებ და შეიძლება რაღაცა შეღავათიანი მომსახურებაც გქონდეთ. შემდეგ შეხვედრამდე.